ისტორიული წყაროების მიხედვით ქრისტიანობის გავრცელებას მხოლოდ მტრულად შეხვედრიან. მე-4 საუკუნეში, როდესაც წმინდა ნინოსა და ეპისკოპოს იოანეს განუზრახავთ მთელთა გაქრისტიანება, მათ არ უნებებიათ ნათლისღება. ხოლო როდესაც მეფის ერისთავს ძალით შეუმუშლავს კერპნი მათნი, მხოლებს დაუტოვებიათ თავის ქვეყანა და გადასულან თუშეთს. მე-11 საუკუნეში მხოლოდ ისევ წარმართებად ჩანა. ხოლო შემდეგში მართალია ქრისტიანებად იხსენიებიან, მაგრამ საკუთარ ჯულზე ხელი არ აქვთ აღებული. თანდათანობით ფეხს იკიდებს აქ ქრისტიანული მოძღვრება, ვრცელდება ქრისტიანული ლეგენდები, ადგილობრივ კულტს ელექება ქრისტიანული კულტმსახურების ელემენტები. ადრინდელ ღვთაებათა სახელები იცვლება ქრისტიანულით, მამრობითი ღვთაებები წმინდა გიორგით და მთავარ ანგელოზად იქცევიან, ხოლო დედრული ღვთისმშობლად და მარიამ წმინდად. ყველა მეთემე მიდიოდა სალოცავად. დამიზეზებულნი განკურნებას ეედრებოდნენ, ხატში ტოვებდნენ შეთქმულების ნიშნად ნატარებ თავსაფრებსა თუ ტანზე ნაცვამ თეთრ ხალათებს. ქალებიც თავის ხატში მიდიოდნენ და მასზე ხვეწებოდნენ ჩანსსა და საქონლის კეთილდღეობას. განსაკუთრებით გაძლიერდა მთაში ქრისტიანული რელიგია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეობის შედეგად. აიგო ეკლესიები, გამწესდა ღვთელდიაკვნები, მკაცრი კონტროლი დაწესდა ნათლობის, ჯვარისწერის, მარხვების დაცვის ქრისტიანულ ნორმებზე. წარმართულ სალოცავთა გვერდით ქრისტიანული ეკლესიების აგებამ გამოიწვია ხევისბერთა და მღვდლების ერთად მოღვაწეობა, რამაც წარმართულ სადიდებლებსა და საღვთისმეტყველო ტექსტებში მძლავრად შეიტანა ქრისტიანული მოტივები. ადგილობრივმა რელიგიურმა წარმოდგენებმა და კულტმა ერთგვარად ქედი მოიხარა ოფიციალური, წიგნიერი და სახელმწიფო ღონისძიების შედეგად პროპაგანდირებული რელიგიის წინაშე. დღევანდლამდე მოღწეული მთიელთა რელიგიური შეხედულებები და რიტუალი ამ ვითარების ნათელი მაგალითია. დიდებულ დედას ღვთისას, ღვთისმშობელს წმინდა სამებას წმინდა სისხლის გადმამშვებელსა დედამიწის ზუზუმკერდის დამკურთხებელს ანგელოს გამარჯვება. ამერტო გამარჯვება საღვთისა ძიციასო ქრისტეს საქართველოს გულისპით ანგელ და სისხლდაღრის ანგელოს გამარჯვება. ამინ. ისტორიული წყაროების მიხედვით ქრისტიანობის გავრცელებას მხოლოდ მტრულად შეხვედრიან. მე-4 საუკუნეში, როდესაც წმინდა ნინოსა და ეპისკოპოს იოანეს განუზრახავთ მთელთა გაქრისტიანება, მათ არ უნებებიათ ნათლისღება. ხოლო როდესაც მეფის ერისთავს ძალით შეუმუშლავს კერპნი მათნი, მხოლებს დაუტოვებიათ თავის ქვეყანა და გადასულან თუშეთს. მე-11 საუკუნეში მხოლოდ ისევ წარმართებად ჩანა. ხოლო შემდეგში მართალია ქრისტიანებად იხსენიებიან, მაგრამ საკუთარ ჯულზე ხელი არ აქვთ აღებული. თანდათანობით ფეხს იკიდებს აქ ქრისტიანული მოძღვრება, ვრცელდება ქრისტიანული ლეგენდები, ადგილობრივ კულტს ელექება ქრისტიანული კულტმსახურების ელემენტები. ადრინდელ ღვთაებათა სახელები იცვლება ქრისტიანულით, მამრობითი ღვთაებები წმინდა გიორგით და მთავარ ანგელოზად იქცევიან, ხოლო დედრული ღვთისმშობლად და მარიამ წმინდად. ყველა მეთემე მიდიოდა სალოცავად. დამიზეზებულნი განკურნებას ეედრებოდნენ, ხატში ტოვებდნენ შეთქმულების ნიშნად ნატარებ თავსაფრებსა თუ ტანზე ნაცვამ თეთრ ხალათებს. ქალებიც თავის ხატში მიდიოდნენ და მასზე ხვეწებოდნენ ჩანსსა და საქონლის კეთილდღეობას. განსაკუთრებით გაძლიერდა მთაში ქრისტიანული რელიგია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეობის შედეგად. აიგო ეკლესიები, გამწესდა ღვთელდიაკვნები, მკაცრი კონტროლი დაწესდა ნათლობის, ჯვარისწერის, მარხვების დაცვის ქრისტიანულ ნორმებზე.
წარმართულ სალოცავთა გვერდით ქრისტიანული ეკლესიების აგებამ გამოიწვია ხევისბერთა და მღვდლების ერთად მოღვაწეობა, რამაც წარმართულ სადიდებლებსა და საღვთისმეტყველო ტექსტებში მძლავრად შეიტანა ქრისტიანული მოტივები. ადგილობრივმა რელიგიურმა წარმოდგენებმა და კულტმა ერთგვარად ქედი მოიხარა ოფიციალური, წიგნიერი და სახელმწიფო ღონისძიების შედეგად პროპაგანდირებული რელიგიის წინაშე. დღევანდლამდე მოღწეული მთიელთა რელიგიური შეხედულებები და რიტუალი ამ ვითარების ნათელი მაგალითია. დიდებულ დედას ღვთისას ღვთისმშობელს წმინდა სამებას წმინდა სისხლის გადმამშვებელსა დედამიწის ზუზუმკერდის დამკურთხებელს ანგელოს გამარჯვება. ამერტო გამარჯვება საღვთისა ძიციასო ქრისტეს საქართველოს გულისპით ანგელ და სისხლ დაღრის ანგელოს გამარჯვება. ამენ. ამინ. შენახარ სახსენებელი შენახარ სადიდებელი ქვეყნიერების გამჩენო და დამდგინებელო მამაოზე ციერო ჩვენო სული სამგმელო შენამ ციდიდებულო დედას სახსენებელო შენ გეხეთებიან შენი წამებულნი შენი შელე გამარჯვებულო დიდო ფუჩის ანგელოზო გამარჯვებულო ივანე გეხეთება თავს გახეთებს თავის ყოფა ცხოვრებას შენი შელეგულო შენს ინაშე სამთელია უნთია თასია უსია სამსახური წანაუთ ამლა ჩემულოს ვახთიშლოს ვადარა იციო ძირმა ფუჩის ანგელოზო ჯარი გადაგიწეროს კაცად საქონლესაც კაცი გამრელო საჭოდ გაბარა ჩემი გამარჯვებულო ეჯვარს რა უყოიში ხარა გამარჯვებულო მიგაშანანე დიდო ფუჩის ანგელოზო გამრელო გამარჯვებულო კაცითა საჭოთა ბარაქიანი გამარჯვებულო შემოვლეთ ეხლა ჩემი ქალის საკლავია სამხედრო შენ შემოვლეთ